გამარჯობა, დღეს 24 მაისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1994 წლის 24 მაისს დაიბადა არგენტინელი ფეხბურთელი როდრიგო დე პაული. 2022 წელს ის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინის ნაკრებთან ერთად. 1999 წლის 24 მაისს დაიბადა ამერიკელი რეპერი, სიმღერების ავტორი და პროდიუსერი G-Eazy. 1686 წლის 24 მაისს დაიბადა გერმანელი ფიზიკოსი, ინჟინერი და მეცნიერული ინსტრუმენტების მწარმოებელი გაბრიელ დანიელ ფარენჰეიტი. მან შექმნა პირველი ზუსტი თერმომეტრი, რომელიც მერკურით იყო სავსე, რაც მას საშუალებას აძლევდა უფრო ზუსტად გაეზომა ტემპერატურა, ვიდრე ალკოჰოლზე დაფუძნებული თერმომეტრები. 1966 წლის 24 მაისს დაიბადა ფრანგი ყოფილი ფეხბურთელი და მსახიობი ერიკ კანტონა. მანჩესტერში ასპარეზობისას ის 4-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი. 1962 წლის 24 მაისს დაიბადა პუერტო-რიკოელი პროფესიონალი მოკრივე და ტელევარსკვლავი ჰექტორ მაჩო კამაჩო. ის იყო მსოფლიოს ჩემპიონი 3 წონით კატეგორიაში. მან ჩაატარა 88 ბრძოლა, საიდანაც მოიგო 79, აქედან 38 ნოკაუტით. 3 ბრძოლა ფრედ დასრულდა, ხოლო 6 წაგებით. 1992 წლის 24 მაისს დაიბადა ინგლისელი ფეხბურთელი მარკუს ბეტინელი. 2021 წლიდან ის არის ლონდონის ჩელსის სათადარიგო მეკარე. 1941 წლის 24 მაისს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მხატვარი და მწერალი ბობ დილანი. ის არის ნობელის პრემიის ლაურეატი. მას ასევე აქვს 10 გრემის ჯილდო, ოსკარი და ოქროს გლობუსი. ბობ დილანი ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მუსიკოსად. 2001 წლის 24 მაისს დაიბადა ამერიკელი ჟურნალისტი, სპორტული წამყვანი, სოციალური მედიის გავლენიანი პიროვნება და მეწარმე ემილი ოსტინი. 1819 წლის 24 მაისს დაიბადა დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამეფოს დედოფალი ვიქტორია. ის არის ბრიტანეთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ხანგრძლივი მმართველი. 1969 წლის 24 მაისს დაიბადა ამერიკელი ყოფილი კალათბურთელი ტრეისი მაკგრეიდი. მისი კარიერა NBA-ში მოიცავდა 15 სეზონს, რომლის განმავლობაში ის 7-ჯერ აირჩიეს All-Star-ში. 2017 წელს ის შეიყვანეს კალათბურთის დიდების დარბაზში. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.